სალამი მეგობრებო, დიდი ხანი ერთმანეთს არ შეხვედრი ვართ. და ეს დღეებია სულ რაღაც ერთი აზრი მიტრიალებს. სალამი მეგობრებო, დიდი ხანი ერთმანეთს არ შეხვედრი ვართ. და მაქვს საშუალება რომ ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე. დღეს მე მინდა გესაუბროთ ერთგვარ ისტორიის დინამიკაზე. თანამედროვე ისტორიის შეფასებაზე. მაგრამ ეს ისტორია მინდა შევაფასო ძალიან ღრმა ერთგვარი ანალიტიკური მოდელით, რომლის არქიტექტურა მინდა გაგიზიაროთ, რომ გახდეს ნათელი კონკრეტულად ჩემი მსჯელობის კონსტრუქცია რაზეა აგებული. და აქედან გამომდინარე უკვე აუხსნა დღევანდელი ისტორია უკვე რა მოვლენა, რა ვითარებაში ვიმყოფებით, როცა ვართ აი ესეთ სინამდვილეში, სადაც გვაქვს ტრამპის ამერიკა, გვაქვს ქონდა ორბანის უნგრეთი, გვაქვს თანამედროვე საქართველო, რომელიც არსებითად იგივე ტიპის პოლიტიკური სისტემა. ანუ ერთგვარი რეჟიმი, რომლის მთავარი მექანიზმი გახლავთ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და ფრიად ჩახლართული ერთგვარი ტრიქსტერული მექანიზმებით. და ეს არის თუ არა შემთხვევითი, რომ რაღაცა გაგებით თანამედროვე ისტორია მოექცა ერთგვარ მოდალობაში, ერთგვარ პარადიგმაში, რომ რაღაცა რეჟიმთა ტიპები მეორდება მრავალ სისტემაში და არის თუ არა ეს უკვე ეპოქის დამახასიათებელი პარადიგმა, რომლის განსხეულება უკვე სხვადასხვა საზოგადოებაში სხვადასხვაგვარად ხდება. ანუ ჩვენებური, ასე თქვათ, რეალობა გვაქვს, ჩვენი პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური, ასე თქვათ, სისტემის გათვალისწინებით, იმ გამოცდილებით, რა გამოცდილებას ჩვენ მივიღეთ და ჩვენებური, ასე თქვათ, სიაფანდობები გვაქვს, ამერიკას თავისებური, ევროპას თავისებური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე არ ვარ იმ აზრის, რომ ეს მოვლენა არის შემთხვევითი. ეს დამთხოვა არის შემთხვევითი. მე პირიქით მემაჩნია, რომ აქ არის ერთგვარი ლოგიკური ქსოვილი. და სწორედ აი ამ ქსოვილზე მინდა ვისაუბრო, მაგრამ რომ გახდეს ნათელი ჩვენი ქსოვილი რაში მდგომარეობს, ჩვენ რაღაც ანალიტიკური მოდელით უნდა ვიხემძღვანელოთ. ეხლა როგორია ჩემი მოდელი, რომ გავიგოთ თანამედროვე რეალობა და ამ რეალობას კონკრეტულად რა რეზოლუცია ექნება, როგორი დასასრული ექნება, ჩვენ გქონდა სხვათა შორის ამ არხზე მსგავს ანალიტიკაზე საუბარი რომან აფაქიძესთან, უაღრესად საინტერესო პოდკასტი. რომანს თავისი აზრი ჰქონდა, მე ვცდილობდი, რომ ჩემი აზრი, რომელსაც ახლა დაახლოებით გთავაზობთ, იქვე გამეტარებინა და წარმომედგინა, მაგრამ სტუმარი სარგებლობდა სტუმრის დროითი უპირატესობით ცხადია და შესაბამისად უფრო ცხადი იყო რომანის პოზიცია. ახლა კი მე მინდა ჩემებური პოზიცია მოგახსენოთ. რაშიც ვთანხმდებით ალბათ მე და რომანი, ეს არის ის, რომ ისტორიას აქვს ერთგვარი ინტერფერენცია. ანუ გარკვეული ტალღები, ეს ფიზიკაში მოცემული ტერმინია, რომელიც ანუ გარკვეულ ცვალებადობას გვთავაზობს. იქ მაგნიტური ველების, აქ ისტორიას თუ კი ვაანალიზებთ გარკვეული დინამიკით, ჩვენ გვაქვს რაღაცა პოლიტიკური პარადიგმების ტალღები, რომელიც ერთგვარად ქმნის ისტორიულ რეალობას, ისტორიულ სინამდვილეს, მერე ის იცვლება უკვე ახალი რეალობით. რა ორი სინამდვილეს ვხედავ მე? მინდა რაც შეიძლება მარტივი გახდეს მსმენელისთვის ჩემი პოზიცია და რაც შეიძლება მარტივი გახდეს თავად ისტორიის ანალიზიც, იმიტომ რომ
მინდა დავიყვანო ეს ორი ცვლადი, ანუ ორ ინტერფერენციამდე ნიკოლო მაკიაველის აქვს ესეთი შესანიშნავი ყველაზე მარტივი ცხადია და ყველაზე კრეფსითი ფორმა პოლიტიკური ლიდერების, ლომები, მელიები, ლომი როგორც ერთგვარი წესრიგის შემქმნელი, ერთგვარი პრინციპების შემქმნელი, არქიტექტორი, რაღაცა სინამდვილის, ნაკლები მანევრირება, ნაკლები მანიპულაცია, მეტი ვალორი, მეტი ბროვადო, მეტი ასე თქვათ რაინდული ჟინი და დომინაცია, პირდაპირი დომინაცია იმ მოწინააღმდეგეზე, რომელიც მას გზად ეღობება, ხო? და მეორე მელია, რომელიც ერთგვარი მანიპულაციების, ერთგვარი ზომიერი ძალის გამოყენების, სხვისი ძალის გამოყენების, სხვისი აგრესიის მიმართვის და მანიპულაციის, საჭირო კავშირების გამოძებნის, კონფლიქტში საჭირო ასე თქვათ დაძაბულობების შექმნის, რომლიდანაც ის ან გამშველებლის როლში გვევლინება, ან მომრიგებლის, ან თავად ქმნის რაღაცა ისეთ სინამდვილეს, სადაც ის აუცილებელია რომ კონფლიქტი გადაწყდეს, აი ეს არის რაღაცა მელიის ტიპი. რა თქმა უნდა, ეს ორი იდეალური ტიპი, რაღაცა ორი უკიდურესობა, რთულია წარმოიდგინო ალბათ პოლიტიკური ლიდერი, აი ამ ორ სინამდვილეში თავისი უკიდურესი გამოვლინებით, ხო? აი იდეალური მაგალითი. მელიის და ლომის ტიპის ლიდერების ჩვენს ისტორიაში ჩვენ გვაქვს. ეს არის დავით აღმაშენებელი, ლომის ტიპის ლიდერი და მეორე მელიის ტიპის ლიდერი, ეს არის გიორგი ბრწყინვალე, ხო? ანუ აქაც არა გვაქვს იდეალურად კრისტალურად სწორედ ესეთი სურათი, იმიტომ რომ დავით აღმაშენებელის მიმართავდა გარკვეულ პოლიტიკურ მანიპულაციებს და გარკვეულ პოლიტიკურ კონფლიქტებს, ვიცით, სხვადასხვა ინსტიტუტები ქონდა მინტირგების მოსაგებად, ხო? მსტოვართა ინსტიტუტი თუ ასე შემდეგ და კიდევ რა პოლიტიკური ასე თქვათ ინსინუაციები და მანიპულაციებიც გაატარა მან ისეთ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც სულაც არ იყო ძალისმიერი პროცესები, როგორც რუის ორმოცის კრება თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იქ იყო რაღაცა ესეთი მანიპულაციური მექანიზმებიც. მაშინ როცა აი გიორგი ბრწყინვალე თავისი ტრიქსტერული პოლიტიკით ჩაეხსნა მთლიანად მონღოლურ გავლენას, შემდეგ ასევე ცივის მთაზე მთლიანად ერთი ხელის მოსმით დაასრულა თავისი მოწინააღმდეგეების დაბრკოლება, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს სავარაუდო კანდიდატის ასევე პოლიტიკური მანიპულაციით ყოველგვარი რაღაცა სერიოზული სამხედრო წინააღმდეგობის გარეშე შემოიერთა. ეს აშკარა ასე თქვათ მექანიზმებია, ხო? აი ამ მელიის ტიპის პოლიტიკური დღის წესრიგის ან პოლიტიკური მექანიზმის, მაგრამ იქაც კი ახლა გიორგი ბრწყინვალე აი სწორედ აი ამ პრინციპების, აი ამ რაღაცა წესრიგის არქიტექტორი გახლავთ, ხო? ძეგლის დება შექმნა, ხელმწიფის გარიგება შექმნა, ანუ ეს პირდაპირ ესე აშკარად ცალსახად ესე ვერ დავახასიათებთ. მაგრამ პოლიტიკური ანალიზის მოდელი მინდა რომ ცხადი გავხადო. მითოლოგიაში არის ორი ტიპის ღმერთი, ხო? კიდევ ანუ პოლითეიზმში, ხო? ტრიქსტერები და მეორე დემიურგები, ხო? აი ტრიქსტერი როგორც მანიპულატორი, ლოკი და ასე შემდეგ და დემიურგები, რომელიც აი წესრიგს ქმნიან, აი რაღაცა ფიზიკურ, სულიერ თუ რაღაცა სოციალურ ისეთ განზომილებას ქმნიან, სადაც ამყარებენ წესრიგს, ხო? ზღაპრებშიც გვაქვს ორი ტიპის, ასე თქვათ, გმირები, ხო? აი მაგალითად ირმისა, რომელიც სწორედ აი ამ ლომის ტიპის თუ დემიურგის ტიპის ზღაპრული გმირია და მეორე მაგალითად ნაცარქექია, მაგალითად ან ხუთკუნჭულა, ხო? აი რომელიც ხერხით და ჭკუით და მანიპულაციით ჯობნის თავის მოწინააღმდეგეებს. მივხვდით, ხო, დაახლოებით, როგორ ორ ტიპის ინტერფერენციაზე ვსაუბრობთ. მე საუბრის დასაწყისშივე მინდა რომ გაგაფრთხილოთ, რომ მე არ ვთვლი, რომ დემიურგის ტიპის ლიდერები ან დემიურგის ტიპის ისტორიული ინტერფერენცია
არის უფრო უკეთესი ანუ ტრიქსტერული ტიპის ისტორიული ინტერფერენციაზე. და ინტერფერენციას ვსახმარობ, აქ აღარ ვიყენებ ისეთ მნიშვნელობას, როგორც არის პოლიტიკური ლიდერი ან კონკრეტული ადამიანი, არამედ უკვე სოციალურ, პოლიტიკურ და ერთგვარ ისტორიულ განზომილებას გულისხმობს, სადაც უკვე საზოგადოებებს შორის ურთიერთობის მექანიზმი რაღაცა ამდაგვარ პარადიგმაშია უფრო მეტად გამოკვეთილი. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს აი ეს დემიურგის ტიპის პოლიტიკური ლიდერების ისტორიული ინტერფერენცია, დაუშვათ ნაპოლეონ ბონაპარტი, ხო? რომელმაც 3 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. 3 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. და ეს ძალიან დიდი ციფრი არის, ჩემო კარგებო, იმ პერიოდის კაცობრიობაში, ანუ მაშინ როცა კაცობრიობის რაოდენობა არ აღწევს მილიარდს, 3 მილიონამდე ადამიანი, ეს არის 0.3% და დღევანდელი 10 მილიარდს თუ კი გადმოუყვან და იქვე ანგარიშებ ჩვენ 0.3%-ს, რომელმაც შეიწირა თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო ამდენი ადამიანი, ნამდვილად არ გაგვეცინებოდა ეს შორიდან ძალიან რომანტიულად ჟღერს ალბათ ნაპოლეონის ომების ეპოპეა, მაგრამ ახლოდან ეს ალბათ გავს იმას, რომ ევროპაში ყოველ მე-10 ოჯახში ერთი იყო აი ამ ომებს გადაყოლილი ადამიანი, ხო? იგივე შეიძლება ითქვას აი ესეთი დემიურგის ტიპის პოლიტიკური ეპოქა გახლდათ მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი, როგორც პირველი მსოფლიო ომი, ასევე მეორე მსოფლიო ომი. ასე რომ აი ამ არქიტექტურის მცდელობაში, როგორ მოაწყონ საზოგადოება, მაშინდელმა ომებმა გადაწყვიტა მთელი საზოგადოების და კაცობრიობის მომავალი, ხო? საკაცობრიო მომავალი. პირველმა მსოფლიო ომმა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა პრაქტიკულად უკვე სასვენ ნიშნები გაწერა. და როგორც იოსებ სტალინმა და ადოლფ ჰიტლერმა აი ამ რაღაცა მცდელობაში რა ვიცი ათეულობით თუ ასეულობით მილიონი ადამიანი შეიწირეს, ხო? აი ამის შემდეგ ჩვენ რაღაცნაირად გვაქვს თვითონ და ეპოქა კრისტალიზაციის ისევ ისტორია ნორმალიზდება ალბათ ცივი ომის დროს აი ამ ორ ბალანსში, როგორიც არის ტრიქსტერები და დემიურგები, ხო? იმიტომ რომ ორივეს ინტერფერენცია გვაქვს ცივი ომის პერიოდში, ორივე მოვლენის, ორივე ასე თქვათ ისტორიული პროცესების. და რაც მოხდა უკვე 80-იანი წლებიდან დაწყებული, ალბათ 60-იან წლებში დაიწყო თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში პროცესი, როგორც არის პოსტმოდერნი. ანუ კულტურის დეკონსტრუქცია, ახალი, ასე თქვათ, სოციალური განზომილების შექმნა, ერთგვარი კულტურული ნიჰილიზმის, კულტურული ტრენდის შექმნა, როგორც არის ბანკები, ბიტნიკები, როკი, ნარკოტიკების კულტურა, სექსუალური რევოლუცია და ამ ყველაფერში თან ეს უნისონში იყო თავად კულტურულ გამოხატვასთან, მუსიკასთან, ხელოვნებასთან, შემოქმედებითობასთან. ამ ყველაფერმა გარკვეულწილად არა უბრალოდ გამომხატველობით კულტურაში მოიპოვა თავისი ძალა, არამედ სოციალურ მოძრაობებში, პოლიტიკურ გამოხატვის სტილშიც. და ჩვენ უკვე, რა თქმა უნდა, მივიღეთ კონცეპტუალური მოძრაობები, როგორიც არის მწვანეთა მოძრაობები, LGBT მოძრაობები და ასე შემდეგ, ეს რომელიც წმინდად პოსტმოდერნული მოძრაობები არის, ხო? ფემინისტური მოძრაობები და ასე შემდეგ და თავისი კონტრტალღაც მოყვა შემდეგ ამას, ხო? აი ჩვენ ახლა როცა ვშელობთ იმაზე, თუ სად აღმოვშთით, ზოგიერთ ძალიან უკვირს, რომ ეს ტრამპის ამერიკა მივიღეთ, ხო? ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად გულწრფელ სიტყვას არ ამბობს მთელი დღის განმავლობაში არც ერთს. აი ახლა მასინათ მოვისმინე, რომ ამ ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი სახელმწიფო იმართებოდა განსაკუთრებულად კრეტინი და იდიოტი ადამიანის მიერ 1 წლის წინო. და ცხადია 1 წლის წინ თავად იყო პრეზიდენტი, მაგრამ იმდენად ბრიყული გამოუვიდა განცხადება, რომ გულისხმობდა თავის წინამორბედს. მაგრამ საკმაოდ საინტერესო სასაცილო კალამბური გამოუვიდა, ხო? აი ეს
ამ ჩატება პოლიტიკური ავანის სცენის, როცა ესეთი კურიოზები უკვე აღარავის არ უყვეს და ეს კურიოზები არის უკვე საკმაოდ სასაცილო პოლიტიკური ასე თქვათ სკანდალები, ხო? რომელსაც აღარ აქვს თან ძალა. ანუ ეს არ ქმნის არც პოლიტიკურ რაღაცა პროცესებს კონგრესში, არ სენატში, ან მედიაშიც კი არ ქმნის რაღაცა დიდ ტალღებს. იმიტომ რომ ძალიან სწრაფად დაიცლება ის ერთგვარ ტრენდულ ნაკადში, TikTok-ი იქნება, YouTube-ი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი მიაღწევს რაღაცა უზარმაზარ ნიშნულს ნახვების, სადაც ძალიან ბევრი ხახა დაგროვდება და всё, გაილევა. ანუ არაფერი არ მოყვება აი ამდაგვარ სასაცილო სისულელეს. და ეს ყველაზე უწყინარი სისულელე მოგახსენეთ ახლა ისეთი სისულელეებიც კი მომხდარა, რომელიც უბრალოდ არ ეტევა არც ერთ ლოგიკის ჭიშკარში. აქ რა მოვლენებიც გვაქვს ჩვენ, როგორც განცხადების ტიპი, როგორც პოლიტიკური სტილის ტიპი, როგორც პოლიტიკური კომუნიკაციის პარადიგმა, მსგავსია იმის, რაც ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისევე როგორც მსგავსია განლევის მექანიზმი, აი ამ პოლიტიკური ნიჰილიზმის, უარყოფის, თუნდაც გაბრაზების, თუნდაც დაცინვის საქართველოშიც. ანუ იქაც ზუსტად იგივენაირად გაიწოვება და დასრულდება ეს ყოველგვარი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შედეგის გარეშე, უარყოფითი შედეგის გარეშე და აი აქაც დაახლოებით იგივე. იმიტომ რომ აი ამ პოსტმოდერნმა მასობრიმა აუდიტორიის შესაძლებლობამ, მობილურმა ტელეფონმა, ინფორმაციამ, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ და ვიღებთ აუარებელი რაოდენობით, თავად ამ ინფორმაციით გაკურვების რესურსიც განლია, ხო? დღევანდელ ადამიანს ვერ გააკურვებ თუნდაც სისულელით. ვერ გააკურვებ თუნდაც დანაშაულით, ვერ გააკურვებ ვერც გარყვნილებით, აი ვერაფრით ვერ გააკურვებ. ეს ძალიან რთულია ადამიანის გაკურვება, ხო? კინემატოგრაფიც როგორ განსაკუთრებულ მეთოდებს მიმართავს იმისათვის, რომ ადამიანი გააკურვოს. ეს ძალიან რთულია ადამიანის გაკურვება. და ეს პირდაპირ არის ასახული უკვე პოლიტიკურ რაღაცა რეალობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ აი ამ პოსტმოდერნმა შექმნა საზოგადოებაში ერთგვარი ილუზია, რომ ანუ დემიურგებისთვის დამახასიათებელ ეპოქაში უნდა დაუბრუნდეთ. ანუ შეიქმნა მოთხოვნილება ისეთი ლიდერების მიმართ, რომელიც მოევლინებიან საზოგადოებას, როგორც ირმისები, როგორც დემიურგები, როგორც ძლიერი ადამიანები, რომლებიც აი სტრონგმენების მანტიით დაამყარებენ წესრიგს, გაიწოვენ საზოგადოებისგან პოსტმოდერნისტვის დამახასიათებელ თვით გამოხატვის მრავალფეროვნებას, რომელიც ისევ აი კონსერვატიული აზრის აუდიტორიისთვის არის ზედმეტი, იქნება ეს LGBT თემი, იქნება ეს ფემინიზმი ან რადიკალური ფემინიზმი, იქნება ეს woke კულტურა, რომელიც სუფთა პოსტმოდერნია, ხო? აი ამ სინამდვილეში გაჩნდა აი ამდაგვარი ლიდერების მოთხოვნილება. ამან შექმნა ცხადია ტრამპიც, მაგრამ ყველაზე სასაცილო მომენტი, აი ის რაც არ ქონია ჩვენ ისტორიაში, ანუ როცა ისტორიაში ჩვენ ქონდა დემიურგების მოთხოვნილება, დემიურგები ევლინებოდნენ კაცობრიობას ლიდერებად. იყო საფრანგეთის რევოლუციის დროს ჭაობის ანუ კონვენტის პირობებში ისეთი ლიდერის აუცილებლობა, რომელიც საფრანგეთს გამოიყვანდა პოლიტიკური კრიზისისგან და მიიღეს ნაპოლეონ ბონაპარტე.
იყო დაქუცმაცებული გერმანული სახელმწიფოებისგან, გერმანული კულტურისგან მოთხოვნილება ინტეგრაციის და მოევლინა იმ პერიოდში ოტო ფონ ბისმარკი გერმანულ ასე ვთქვათ კულტურას, რომელმაც შექმნა გერმანიის იმპერია. იყო მოთხოვნილება პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანელებისთვის ასევე დემიურგი ლიდერი და მათ დასამწუხაროდ მათ მოევლინათ ადოლფ ჰიტლერი. იგივე შეიძლება ითქვა ზუსტად იოსებ სტალინზეც, რომელიც აღმოცენდა იმ რეალობაში, სადაც აი ამ მარქსისტული პროგრამის მიხედვით უნდა შექმნილიყო ახალი სოციალური არქიტექტურა და მათი ხედვით ეს არქიტექტურა განხორციელდებოდა არა ესეთი თეორიული ასე ვთქვათ სოციოლოგიურად განსწავლული ხელით, არამედ რაღაცა ესეთი მეფისებრი, ანუ ცარისებრი რაღაცა ესეთი პირდაპირ დირექტიული ბრძანებებით, ამიტომ ტროცკი ჩაიხსნა თავისი მთელი გუნდით და მიიღეს იოსებ სტალინი. ჩვენ კი აღმოჩნდით იმ რეალობაში, სადაც აი ამ დაგვარი მოთხოვნილება არსებობს და მათ აი ამ აუდიტორიას მოევლინა ასევე ტრიქსტერი. ანუ განა დემიურგი, არამედ სწორედ ტრიქსტერის ყველაზე რადიკალური, ყველაზე ცინიკური, ყველაზე მარგინალური განსხეულება. დონალდ ტრამპი, ან ორბანი მაგალითად, ან ფიცო მაგალითად. არც ერთი არ არის ეს ის დემიურგი, რომელ აუდიტორიაზეც დგას ეს ხელისუფლებები. არც ერთი არ არის. და მაშინ როცა ეს ერთგული აუდიტორია ამ ასე ვთქვათ ლიდერების არის სწორედ კონსერვატორები. განსხვავებით მანამდე არსებული წესრიგებისგან, ანუ თუკი ჩვენ გვაქვს პოლიტიკურ მეცნიერებაში ლიდერი კონსტიტუენტების თეორია, რომ ლიდერი არის ნაყოფი საზოგადოების მოლოდინისა, ჩვენ გვაქვს ეს მექანიზმი საზოგადოებრივი მოლოდინის ნაყოფია, მაგრამ იმდენად განსხვავებულ ინფორმაციულ ველში ვართ, რომ დღევანდელ ვითარებაში გადამოწმების საშუალება ვინ უნდა იყოს ეს დემიურგი, ხო? შეუძლებელია ისეთი კრისტალიზებული ფორმით მივიღოთ, როგორც ეს წარსულში იყო, იმიტომ რომ წარსულში კრისტალიზებული ფორმა, კრისტალიზაცია დემიურგის ხორციელდებოდა ომისგან. ანუ ნაპოლეონი ომში იყო გაწვრილი და აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ის ვერ იქნება ალბათ სიაფანდი ლიდერი, ხო? ოტო ფონ ბისმარკი არ იყო ახლა ომის კარიერა ნამდვილად არ ქონია, მაგრამ აი იმ რაღაცა არისტოკრატიზმის და არისტოკრატიული ეპოქის პირობებში იყო, სადაც ეს პოლიტიკური манипуляციები ნაკლებად ხდებოდა. ნუ ვიცით, ვინ იყო ადოლფ ჰიტლერიც, ასევე ომგამოვლილი ადამიანი. იოსებ სტალინი არ იყო ომგამოვლილი ადამიანი, მაგრამ ნამდვილად იყო თავის ცხოვრებისეული წესით ომგამოვლილი ადამიანი. ასე რომ აქ საზოგადოების შეფასება, რომ არის თუ არა ეს დემიურგი, მას აქვს ძალიან კონკრეტული წარსული საანალიზოდ. იცის ადამიანი. აქ კი არა აქვთ. საზოგადოებას და თანამედროვე პოსტმოდერნს აი ეს გადამოწმების მექანიზმები სრულიად სხვაგვარი აქვს. იმიტომ რომ ის მექანიზმები აღარ არსებობს, რომელთაც ადრე გამოიხშირებოდა სხვადასხვა ტრიქსტერებისგან დემიურგი, ხო? არა, ამ რეალობაში დემიურგს დაირქმევს, თავის თავზე მოირგებს ტრიქსტერის ყველაზე მარგინალური, ანუ ნაცარქექიას, ხუთკუნჭულას ყველაზე მარგინალური ფორმა, რომელიც აი ნაცარქექიაში როგორც არის, მოატყუებს დევს, რომ მას კოჭირო დაეცა, რა ვიცი, ზურგს იფხავს თუ რაღაცა, ანუ ტაფარვა მოუტრიალდა, მუცელი ტკიოდა და იმიტომ დაეცა, ხო? აი ამ დაგვარი ლიდერები მიიღეს. აი აქედან გამომდინარე მე ვასკვლი, რომ ისტორია შევიდა მნიშვნელოვან ჩიხში. ანუ კაცობრიობის ისტორია შესულია ჩიხში. იმიტომ რომ დემიურგების
ინტერფერენცია იცვლებოდა შემდეგ ტრიქსტერების ინტერფერენციით მაშინ როცა სამყარო კრისტალიზდებოდა ომების შემდეგ, ხო? დღეს კი აი ეს ტრიქსტერები, რომლებსაც მოირგეს თავის თავზე დემიურგის მანტია, დამარცხდებიან, აუცილებლად დამარცხდებიან, როდესაც, მაგრამ ისინი არ დატოვებენ კრისტალიზირებულ სამყაროს. მათ შემდეგ კრისტალიზირებულ სამყაროს, იმიტომ რომ ომის შემდეგ კრისტალიზება ეს თავისთავად ცხადი და თავისთავად მოცემული პროცესია. მაგრამ ამ ომის შემდეგ კრისტალიზება გვექნება კი, იმიტომ რომ ცხადია აი ამ დემიურგული რეალობის განსხეულება დღეს აი უკრაინაში მიმდინარე ომი. ანუ ეს კრისტალიზებას მოახდენს ახალი რეალობის. ანუ რა წესრიგში ვიცხოვრობ ჩვენ. მაგრამ იქ ამერიკულ და დანარჩენი სამყაროს რეალობების სადაც ეს სტრონგმენები საერთოდ არ არიან, ხო? პრაქტიკულად ამ სცენაზე. და მთელი манипуляციები ცდილობენ როგორც საკუთარი საზოგადოების მოტყუებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოების. ესენი მე რას დატოვებენ, ეს ძალიან რთული გამოსასნობია. აი აქედან გამომდინარე ამ კრიზისს ხედავ მე უკვე ისტორიული, ასე თქვა, დინამიკის კრიზისი. ეს ისტორიული დინამიკა კონკრეტულად უკვე საზოგადოებას აი ამ ახალ რეალობის კრისტალიზებაში სად მიიყვანს. ხო? ცხადია, აი ახლა ნოლანის ოდისეაც გარკვეულწილად მისი თავისი სათქმელით გვთავაზობს სწორედ აი ამ ცხად მესიჯს, რომ ტრიქსტერების ეპოქა დასრულდაო, მაგრამ არ დასრულებულა. ყოველ შემთხვევაში ეს არის მისი მესიჯი, რომ სმენელმა გაიგოს, რომ ტრიქსტერების ეპოქა დასრულდა. იმიტომ რომ ამერიკულ საზოგადოებას აწუხებს ტრიქსტერების რეალობა. ჰოლივუდმა შეიმუშავა სპეციალურად სცენარი საზოგადოების გასაფრთხილებლად, როგორც არის American Civil War, არაჩვეულებრივი ფილმი, რომელშიც პრაქტიკულად განსხეულებული არის პოლარიზებული საზოგადოება, რომელიც მივიდა ომამდე და პირდაპირ მესიჯია, მე ასე ვთვლი, ეს ტრამპის ამერიკის, რომ აი სადამდე შეიძლება მივიდეს ჩვენი სისულელე, სიბრიყვე, რომ ჩვენ შეიძლება ამ რეალობაში აღმოჩნდეთ. და ამ რეალობაში არ ამგონია რომ აღმოჩნდეთ, ამერიკის შეერთებული შტატები ამ რეალობაში აღმოჩნდეს, ესეც არ ამგონია, მაგრამ ტრამპის შემდგომი ამერიკა დაასრულებს თუ არა ამერიკულ ტრიქსტერულ ინტერფერენციას და მივიღებთ რაღაც ახალ იდეოლოგიურად უფრო მოწესრიგებულ, უფრო გულწრფელ და სუფთა პოლიტიკურ პლატფორმას, ეს რთული გამოსასნობია, იმიტომ რომ ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას აქვს აშკარა გერენტოკრატიის დაავადება, სულ მოხუცებულები არიან იქ რაღაცა ხელისუფლებაში, ძალიან სერიოზულად უჭირს ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას რეკრუტირების პროცესში ახალ ლიდერებს, არ ვიცი, ამერიკული ელიტა არ იღებს, სულ მოხუცები არიან და ეს მოხუცები, აი ზუსტად აი ამ ასე თქვათ ტრიქსტერობის საუკეთესო, ასე თქვათ, და მარტივ სამიზნეებად იქცნენ, იმიტომ რომ აი ტრამპის მთელი შანტაჟი იმაში მდგომარეობს, რომ უჩემო თქვენ ვერაფერს ვერ მოიგებდით და მთელი ელიტა პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე ემსახურება ერთი გიჟის, არც ისე ჭკვიანი გიჟის ახირებებს. სად მივალთ ჩვენ შემდეგ? ჩემი ვარაუდია და მე ეს არ მინდა შემოგთავაზოთ როგორც ჩაკეტილი ვარიანტი, როგორც ჩემი პროგნოზი, ჩემი ვარაუდია, რომ ეს აუცილებლად მიიყვანს საზოგადოებას ახალ დემიურგის რეალობამდე, მაგრამ ახალი დემიურგის რეალობა აღარ იქნება ადამიანი. იმიტომ რომ თავად აი ამ სინამდვილემ ერთი სხლი, როგორც უკრაინაში მიმდინარე ომი, ხო? რა მიზეზით არის ეს ომი, მას თავისი ლოგიკური საფუძველი, აი როგორც არ უნდა განმარტო, როგორც არ უნდა მიაბარო, აი უკრაინაში მრავალი, ასე თქვათ, ნიკელის საბადოებია, იბის საბადოებია, ლითიუმის საბადოებია, იქნება ეს უნდა რა უნდა
ან ზღვა უნდა რუსეთს, ან საწარმოო სექტორი უნდა რუსეთს და რუსი ხალხი უნდა თვითონ რუსეთს. მთლიანად მთელი ეს ომის ლოგიკა მაინც ირაციონალურია, მაინც არ არის საღი აზრის, მაინც ბრიყულია და შედეგიც აი მთლიანად ეს 5 წლიანი ომის შედეგის და ომის გაგრძელების პროცესიც ეს არის ჩათრევას ჩაყოლა ჯობია, ანუ ახლა რომ ვაღიაროთ რომ რაღაცა შეგვეშალა და გავჩერეთ ამას არა უნდა გვაპატიებს, ამიტომ უნდა ჩავყვეთ ბოლომდე ვნახოთ სადამდე მივა. იმედია უკრაინა წააგებს, აი ამ იმედით აგზელებს პუტინის სისხლის მხოლოდ ომს, მაგრამ ომი თავისთავად მაინც ბრიყულია. და ამ რეალობაში იქნება თუ არა დემიურგი ისევ ახალი პოლიტიკური ლიდერები, აი მე ამის ნაკლებად მჯერა. ეს არის ჩემი ვარაუდით უკვე საზოგადოება აუცილებლად მომწიფდება ახალ რეალობაში შესასრულად. გამომდინარე იმ გამოსილებიდან, რა სიბრიყვეებიც მან გადაიტანა და რა სასაცილო კომიკური ფორმებიც მიიღო. და ახლა ამერიკის შეარსებული კრიზისი ეს არ არის უბრალოდ ერთი სახელმწიფოს კრიზისი, რაღაცა ოკეანის მიღმა რაღაცა არსებული რაღაცა პოლიტიკური სისტემა, რომელიც არავის არ ეხება, მე რა ვქნათ ახლა იქ თუ გიჟები არიან. ჩვენ ვხედავთ რომ იქ არსებული სიგიჟე გადამდებია კი და შედეგი არის მთლიანად, როგორც მე აღუნიშნე, ახალი პოლიტიკური პარადიგმის. ამიტომ ახალი რეალობა, ახალი ისტორია წარმოშობს ახალ დემიურგს, რომელიც უფრო იქნება აის მიმართულებით, ანუ ახალი სინამდვილის აწყობა ისეთ რაციონალურ ინსტრუმენტზე, როგორც არის აი. და ბევრად დიდ რეალობებში ეკონომიკური იქნება ეს სერვისის სფერო თუ ასე შემდეგ. აი სადაც ძალიან მარტივია შეღწევადობა, აქ შეუშვებს კაცობრიობა ამ სერვისებს, გამოდევნის ადამიანურ ძალას და ადამიანურ ფაქტორს, მაგრამ ჩემი ვარაუდით გამოდევნა სავარაუდოდ სწორედ აი ამ სიბრიყვიდან გამომდინარე შედგება უკვე პოლიტიკურ სისტემაშიც. იმიტომ რომ აი ამ სისულელის გამორება, ანუ ჩვენი არაკომპეტენტურობის ყველაზე მაღალ ნიშნულს მივაღწიეთ გამომდინარე იქიდან, აი სადაც მივედით, ხო? და თუ აი აქ მივედით და ეს შედეგი მივიღეთ, სარისკოა მომავალი ადამიანის და ალბათ უფრო მეტად მივენდობით აის. ეს იყო ჩემი სათქმელი, გაწვიმდა. და მედია საინტერესო იყო, თუ რაღაცა კითხვები გვაქვს, ერთად ვიმსჯელოთ კომენტარების ველში. მადლობა.